ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ. ისტორიულად ცნობილია, რომ მესხები ბრძოლაში ითხოვდნენ, რომ წინა ხაზზე გაეშვათ. თუ არ გაუშვებდნენ, ბრძოლაში მონაწილეობას არ მივიღებდო. ყველაზე მეტი მესხი იღუპებოდა ბრძოლებში. და მე მინდა მათ სულებს, მათ მოსაგონებს მივუძღვნა ერთი ძალიან კარგი ლექსი. მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად. ვაი თუ მოვკვდე საწოლში წყნარად. ვაი თუ მოვკვდე ნელ-ნელა ნაზად მწყნარი უსულო წყავილის მსგავსად და როგორც ქნება სანთელი კრთალი. მეც ისე მოვკვდე დავხუჭო თვალი არა ასეთი არ მსურს სიკვდილი. მე მინდა მოვკვდე ბრძოლით ჭიდრით მსურს ნუ ხავიყო შეურიგალე მაპობდეს მეხი გლეჯდეს გლიგალი. თიდან კიდეთ მოწყდე უზარო მაზალი რომ სადამიწა შევწურა ზანზარით როცა დაღლილი მძიმე უღელით. ხალხი აღდგება მკრავ მოუღლელი დროშებს დააწერს თავისუფლებას და ცაცით როშებად დაიღრუბლება როცა წერის რისხვად. ხალხთ გასახარად ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა იქ ჩემი სისხლიც დაიქცეს წმინდა მე ამ ბრძოლაში სიკვდილი მინდა. არ მომხდება ბასრი მახვილი უკანასკნელი ჩემი ძახილით დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში დეგაქაკული ცხენებით მაშინ ჩემს მკვდარ სხეულზე გადით ქარულო როგორ ჩამძახონ სასიხარულო მტრის დამარცხების ხმადარ ხეული გადითელოს ჩემი სხეული მერე იქნება წინაპართ გლოვაც ერთად შეკრებენ ჩემს ძვალთა გლოვას ზარის გუგულში დროშებს გაშლიან დროშებს ევლება შავი არშია და დაგუმარხავენ საფლავში ერთად მათ ვინც გატეხეს სიმაგრე მტერთა ვინც საოცნებო დროშა გაშალა თავისუფლებას ვინც ენაცვალა ასპინძიდან დაღუპული ჩვენი კუთხის შვილების სახით ყველა იმ გმირების ხსოვნის აიყოს ბიჭებო ვინც სამშობლოსის თავისი ქვეყნისთვის თავისი მოყვასისთვის თავი გაწირა სამშობლოსთვის თავდადებული და ქრისტესთვის თავდადებული თანასწორია წმინდანობის ტოლფასია როცა შენ შეგიძლია სხვისთვის თავი გაწირო და დიდება მათ სულებს მადლობა მათ თითეული სისხლის წვეთისთვის